მოგესალმებით, ძვირფასებო. მოდით ნახოთ, როგორი იქნება თქვენთვის სექტემბრის თვე. ნახოთ, როგორ დაიწყება. როგორც ჩანს, ახლა იმყოფებით ენერგიებში კრიზისის. შესაძლოა იყოს კრიზისი, მაგრამ ეს იქნება ან გავლილი, ან გარდამტეხი კრიზისის მომენტი, რომელიც უფრო ახალ შესაძლებლობებს გახსნის. რეალურად თქვენ აქედან უნდა გამოხვიდეთ რეალურად ამ არკანიდან. და რა თქმა უნდა გამოხოთ კიდევაც. პირველ რიგში იმიტომ, რომ ყველაფერი ძალიან დროებითია და მეორე რიგში იმიტომ, რომ ვინც შეგიყვანათ ამ კრიზისში, თვითონაც დაისჯება და ეს ბუმერანგი კრიზისული წავა უკვე მასთან. და დაძაბულობის შემდეგ მოდის ენერგია, ვიჩვენებს. საკმაოდ კარგი ენერგია მოდის ჩემო კარგო. ტრანსფორმაცია, ახალი იდეები, ბრძოლის შემდეგ, ფარველობა, შვება, მიზნის გაღრმავება, მიღწევა. შესაძლოა იყოს კრიზისი. გაკვეთილი, გავლილი ამ კრიზისის, რატომღაც ჩემი ძაღლი არ ჩერდება, არ ვიცი რა სჭირს, ხნა გავიდე ვნახო. ყოფა გრძნობს, რომ გაშლას ვაკეთებ, როგორც ვიწყებ გაშლას, ეგრევე იწყებს ხმაურს, აწევს ხოლმე. განახლება ენერგიების გაქვთ ძვირფასებო. ნეგატივი და ნეგატიური ამბების დასასრულია. საერთოდ სექტემბერი თქვენ ეხა პორტალი იხსნება თან, ძალიან სერიოზული პორტალია და ყველას გირჩევთ ენერგიების წმენდას, იცით, სახლის წმენდას, ენერგიების წმენდას და ასე შემდეგ. თქვენ კრიზისიდან აქ გამოდიხართ და ვინც ამ კრიზისში შეგიყვანათ, მანდ მიდის ძალიან სერიოზული ტრანსფორმაცია, ძალიან სერიოზული ბრძოლის ენერგია. კი არ ემატება ერთმევა ადამიანს, ამ შემთხვევაში ადამიანი იყო თუ გამოგზავნილი ბოროტი ძალა, თუ ძალა, ეს ყველაფერი გამოვლინდება როგორც ჩანს და თქვენ მიხვდებით, საიდან მოდიოდა ეს თქვენი კრიზისი. და როგორც ჩანს, სექტემბრის შუაში უფრო ძლიერი ენერგიები მოვა, როგორც ჩანს თითქოს შუა პერიოდში შემოვა დაპირისპირების პიკი, მაგრამ ეს შემდეგ დაიწყება ამ ყველაფრის დამშვიდება, დალაგება, ძვირფასება. ეს კრიზისი და კარმა არ დაგანგრევს, საბოლოოდ მიჩვენებს, რომ იქნება ბალანსირება გრძნობებშიც იქნება ძვირფასებო და ენერგიებში, პენტაკლების ენერგიებშიც. კრიზისი იქნება, მაგრამ ეს კრიზისი არ დაგანგრევს. შუა რიცხვებიდან უკვე იგრძნობ ამ ყველაფერს. აქაც არკანი მზე გვაქვს. გასწავლის ეს ყველაფერი. ზომიერებას გასწავლის, ძალას მოგიმატებს, რესურსებს. ამ ყველაფრის შემდეგ, ამ კრიზისის შემდეგ მოსალოდნელია წინსვლა, ტრანსფორმაცია, ბედნიერება, ძვირფასება. ნუ რეაგირობთ ყველაფერზე ბრაზით. თუ არ იქნებით ზედმეტად დაძაბულნი, ეს კრიზისიც ძალიან მალე ჩაივლის.
ყველაფერი ასე ვთქვათ გამოსწორდება. თუ იქნებით განწყობილი ბრაზით კონფლიქტური ენერგიებით და მიხვდებით რომ თქვენით მანიპულირებენ, მაგრამ მაინც მიუდგებით საკითხით აგრესიით, ხო? აგრესიული საკითხებით. სხვათა შორის შედეგი არ იქნება საუბრებს ან ურთიერთობებს ან ტრანსფორმაციას, იმიტომ რომ მაინც დარჩებით ნეგატიურ ემოციურ ენერგიებში და ამიტომ ჯობია ძვირფასებო მიუდგეთ ძალიან მშვიდად ამ კრიზისებს და გამოხვათ ამ ჩიხებიდან. და ძალიან სასიამოვნო პერიოდი გეოდებათ შემდეგ. წარმატებებს გისურვებთ ძვირფასებო. მომავალ შეხვედრამდე.